გასაიდუმლოებული სინოდის კომისიის ხდომა ირკვევა, რომ 2 დღის წინ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები საგანგებოდ შეიკრიბნენ და მეუფე შიოს წინააღმდეგ არქიმანდრიტ მელქისედეკის ბრალდებები განიხილეს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში წერია, რომ წაყენებული ბრალდებები უარგუმენტოა და გაფრთხილების შემდეგ მსგავსი ცილისწამების განმეორების შემთხვევაში არქიმანდრიტს სამღვდელო ხარისხის შეჩერებით ემუქრებიან. იქვე განმარტავენ, რომ მელქისედეკ მიქავამ გადაცდომა აღიარა და წერილობითი სახით შეცდომის გამო შენდობა ითხოვა. ნინი ჟიჟიაშვილი არკვევს საიდუმლო შეკრების დეტალებს და ახლა ის შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ნინი, უფრო კონკრეტულად რას ედავებიან არქიმანდრიტს? Tatiya, არქიმანდრიტ მელქისედეკ მიქავას ვერ პატიობენ იმას, რომ მან საჯარო სივრცეში საჯაროდ გამოიტანა და ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც მიმდინარეობს მენჯის მთავარანგელოზთა ტაძრის გარშემო ვითარდება ბოლო პერიოდის განმავლობაში. Რამდენადაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სინოდის ამ კომისიის ხდომა გაიმართა 2 დღის წინ 19 ოქტომბერს, მაგრამ რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი არქიმანდრიტი მელქისედეკი მცხეთაში დაიბარეს 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სადაც მას დაახვედრეს წინასწარ მომზადებული ეგრეთ წოდებული წერილობითი ბოდიშის მოხდის აქტი და აიძულეს მასზე ხელის მოწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაემუქრნენ, რომ შეუჩერებდნენ მღვდელ მსახურების უფლებას და უფრო მეტიც ის საერთოდ ვეღარ შეძლებდა ეპარქიაში დაბრუნებას და სწორედ ამიტომ მამა მელქისედეკმა, რომელიც ახლა არის 78 წლის, ხელი მოაწერა აი ამ ბოდიშის მოხდის ერთგვარ წერილობით დოკუმენტს. რაც შეეხება მთელ აი ამ პროცესს, მამა მელქისედეკი არის იმ ტაძრის წინამძღვარი, რომელიც მოიხსენიება შუშანიების სავანეთ. ეს ტაძარი ააგო ბერმა ალექსი შუშანიამ, რომელიც წმინდანად არის შერაცხული და ასევე ალექსი შუშანიამ დატოვა ანდერძი და აუკრძალა ნებისმიერ ხელისუფლებას ტაძარზე ხელის შეხება და მის თუნდაც საპატრიარქოს ან სახელმწიფოს ბალანსზე გადატანა, რადგან ბერი მიიჩნევდა, რომ ის იყო კერძო საკუთრება და უნდა დარჩენოდათ მის შთამომავლებს. თუმცა რამდენიმე ხნის წინ მეუფე შიოს უშუალო ჩარევით ეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და იქ არსებული როგორც საეკლესიო, ასევე არასასულიერო, ანუ საერო ნაგებობები გადაიტანეს საპატრიარქოს ბალანსზე. სწორედ ამას მოჰყვა არქიმანდრიტის გულისწყრომა მეუფე შიოს მიმართ და მან ამაზე დაიწყო საჯაროდ საუბარი, მისი პოზიცია ფიქსირდებოდა და იდებოდა სოციალურ ქსელში ამა თუ იმ საეკლესიო გვერდზე და სწორედ ეს გახდა მისი დაშინების და დასჯის მიზეზი. ის დაიბარა სინოდის კომისიამ და მოახდებინა ბოდიში. სინოდის კომისიის ხდომა რეალურად ეს იყო საინკვიზიციო კომისიის ხდომა, რომლის 3 წევრი ყველასთვის ცნობილია გააფთრებით ყველანაირი მისაღები და მიუღებელი ხერხებით იბრძვის საქართველოს patriarkat gahtomistvis samomavlod. Ღირსი მამა ალექსის, წმინდა ალექსი ბერის კერძო საკუთრება, რომელიც იწოდებოდა შუშანიების სავანეთ, საეკლესიო და საერო ნაგებობები, რაც იყო რეალურად წაართვა რეესტრის მეშვეობით მოსაყდრემ მის კანონიერ მფლობელებს და დაუქვემდებარა საპატრიარქოს. ისიც კი იკადრეს, რომ ხცოვან ადამიანებს, რომელიც აი ამ სავანეში მსახურებენ და თავი შესწირეს იქაურობას, საპირფარეშოც კი წაართვეს და ტუალეტში შესვლა აუგრძალეს მათი წესით კანონის მიხედვით და მერე ვითომ პატრიარქის აქტი გამოცეს იმასთან დაკავშირებით, სანამ ცოცხლები ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ აი ამ საპირფარეშოთი. სწორედ იმის გამო დაისაჯა არქიმანდრიტი მელქისედეკი, დაისაჯა თუ მოახდევინა საჯაროდ ბოდიში, რომ ეს ამბავი გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. მე მაგალითად აი ეს წერილი, რომელიც იქ დააწერინეს ბოდიშის მოხდის, მაგონებს მხოლოდ იმას, რასაც აკეთებს კადიროვი. რომ ადამიანებს ჯერ ჯის ემუქრება და შემდეგ საჯაროდ ბოდიშს ახდევინებს. თვით საბჭოთა ხელისუფლებამაც ვერ გაბედა, რომ დაერღვია ალექსი შუშანიას ანდერძი და ჩამოერთვათ მისი მემკვიდრეებისათვის ტაძარი, ეს ერთი და მნიშვნელოვანი და მეორე მე მაქვს კითხვა, დღეს რომ მარტვილი სალხინოს ეკლესიიდან კლიმენტი კეკუტიამ მღვდელი გამოუგდოთ, ის კლიმენტი კეკუტიას ვერ ჩაგრავენ?
და მელქისედეკი და მონაზონი ზოია დაჩაგრეს იქ მემკვიდრე ალექსი შუშანიაში. ეს არის მათი სამართალი და ეს ამაშია ქრისტეს მიერი სიმართლე და სათნოება ასეთ გადაწყვეტილებებში ფარცხალაძეს ვერ წაართვეს და შუშანიას მემკვიდრეს ართმევენ. საქართველოში არის არაერთი ეკლესია თუ ტაძარი, რომელსაც ყავს კერძო მესაკუთრე და საპატრიარქოს ამ დრომდე არ უცდია, რომ ისინი ჩამოერთმიან მესაკუთრეებისთვის და საპატრიარქოს ბალანსზე გადაეტანა, როგორც თეოლოგები ამბობენ, პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო მუჯირი არის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, სწორედ იმ ტერიტორიის, სადაც მდებარეობს ეს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, შუშანიების სახელობის სავანე და ისინი თეოლოგები ფიქრობენ, რომ ამ ტაძრის საპატრიარქოს ბალანსზე გადატანა იყო მეუფე შიოს ერთგვარი მცდელობა იმისა, რომ ხაზი გაესვა საკუთარი გავლენისათვის.